ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუცახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუცახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუც, კიონიკ პილსნერი. კიონიკ პილსნერ. დაგვირგვინე წარმატებული დღე. ღვინის კომპანიებმა რუსული აქციზური მარკები უკვე მიიღეს, როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე, რატომ არ მოსწონს გენადი ონიშენკოს ქართული ღვინის ხარისხი და რას პასუხობენ მას თბილისიდან. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირას ქართული ღვინის პირველი პარტია რუსეთში გაიგზავნება იმის მიუხედავად, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი ქართული პროდუქციის ხარისხს იწუნებს. ამჯერად რა არ მოსწონს გენადი ონიშენკოს და მისი განცხადებები რამდენად იმოქმედებს პროცესზე. დღეს ეკონომიქსის კითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უპასუხებს. აქვე გეტყვით ჩვენი ტელეფონის ნომრებს 292 11 92 11 99 დაგვირეკეთ და გადაცემის მეორე ნაწილში დასვით კითხვა ამ უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონ ლევან, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონ ლევან, სანამ თქვენ აქ მოხვიდოდით, მანამდე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც უკვე ითქვა, რომ ქართული ღვინო რუსეთისგან უკვე მომავალ კვირას დაიძრება. ანუ ვიცით, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიღებულია აქციზური მარკები. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ ამ ეტაპზე რამდენი კომპანიას, ასე ვთქვათ, აუნთეს მწვანე შუქი რუსეთის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა? დიახ, მოდი განმარტავ. პროცესი როგორია? წესით ყველა კომპანია, ვინც კი თქვენ იცით, რომელიც ოპერირებს საქართველოში, რომელიც ექსპორტს ახდენს დღეს საქართველოდან ღვინის, არის დაშვებული რუსულ ბაზარზე. ანუ მწვანე შუქი აქვს ყველა კომპანიას ანთებული კი. ანუ მე იშვიათი კომპანია წარმომიდგენია, ისინიც რაღაც პროცედურულ საკითხებს მოაგვარებენ. და ფაქტიურად ყველა კომპანია დაშვებულია რუსულ ბაზარზე. ანუ ვინმესთვის არსებობს მუშაობის შესაძლებლობა და ვიღაცისთვის ეს აკრძალულია ან დაუშვათ არ დაიშვება, ესეთი რამე არ არის. ეს ძალიან საყურადღებო მომენტია. რაც შეეხება ვინ დაიწყებს მუშაობას და როდის დაიწყებენ, რიგი პროცედურული საკითხები აქვს კომპანიებს მოსაგვარებელი, მანამდე ვიდრე ისინი გადატვირთავენ რუსეთში პირველ პარტიებს. ანუ ეს არის სახელმწიფო რეგისტრაცია, რომელიც საკმაოდ გრძელი პროცედურაა, მოითხოვს უამრავი დოკუმენტის მომზადებას, ტესტირებას, პროდუქტის ნიმუშების და ასე შემდეგ. ანუ ტექნიკური ბარიერებია მხოლოდ დარჩენილი ამ შემთხვევაში. ხო, ტექნიკური პროცედურები თითოეულ კომპანიას რაც აქვს გასავლელი. ზოგიერთმა კომპანიამ ეს უკვე დაასრულა, 20-მდე კომპანია სახელმწიფო რეგისტრაცია ნაწილთავიანთ პროდუქტებზე დასრულებული აქვს და დანარჩენები რეგისტრაციის პროცესში იმყოფებიან. როგორც იცით, 65 კომპანია იყო ასეთი, რომელსაც შეუძლია პირველ ეტაპზე დაიწყოს რუსულ ბაზარზე მუშაობა. თქვენ დღეს დაასახელეთ ორი კომპანია, რომელმაც მიიღო დაასახელეთ, თქვით, რომ ორი კომპანია, რომელიც მიიღო აქციზური. ამის შემდეგ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა აქციზური მარკები, რომელიც უკვე საბაჟო უწყების მხრიდან იხდება გაცემა და არა როსპოტრებნაძორის მხრიდან და კომპანიებს შეუძლიათ პირველი საექსპორტო პარტიების გაგზავნა. რამდენადაც მე ვიცი, ორ კომპანიას უკვე გამოგზავნილი აქვს საქართველოში აქციზური მარკები, კიდევ დაახლოებით 5 კომპანიას აქციზური მარკები მიღებული აქვს და სპეციალური კოდირების შემდეგ ისინი გამოაგზავნიან ამ აქციზურ მარკებს, ანუ ეს ის კომპანიებია, რომლებიც უკვე დაუყოვნებლივ დღე-დღეზე გადატვირთავენ პირველ პარტიებს რუსეთში. რა თქმა უნდა, მანამდე ჯერ ამ კომპანიებს ჩვენ უნდა მოგმართონ სერტიფიცირებისთვის, მაგრამ ეს არის მაქსიმუმ 3 დღიანი პროცესი, ჩვენ მათ არანაირად არ შევაფერხებ და აქედან გამომდინარე ჩვენი პროგნოზი ფაქტობრივად ის ძველი პროგნოზი, როდესაც მე ვთქვი, რომ თებერვალში კი ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის შემდეგ დაახლოებით ჩვენ მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში ვარაუდობთ პირველი პარტიების გაგზავნას, აბსოლუტურად მართლდება და ჩვენ ფაქტობრივად ამ საპროგნოზო ვადებში ვეტევით. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად გვესმის გენადი ონიშენკოს განცხადებები მოსკოვიდან, რომელიც ამბობს, რომ არ მოსწონს ქართული პროდუქციის ხარისხი, მაგალითად ღვინის გემო, ასევე არ მოსწონს მინერალური წყალი. როგორ ფიქრობთ, რა არ მოსწონს გენადი ონიშენკოს და რა უნდა? ვერ გეტყვით კონკრეტულად,
საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ, როგორც იცით, ამავე დროს მე ვიცი ბატონი გენადი იონიშენკო თვითონ არ არის ღვინის მომხმარებელი, ამიტომაც ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ესეც იყოს, რომ მას მაგალითად ყურძენი ან ცოცხალი ხილი ურჩევნია და ფერმენტირებულ პროდუქტს ეს ყველას გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არანაირად არ მოქმედებს სამუშაო პროცესზე. თავარი არის ეს, რომ იმდინარეობს აბსოლუტურად კომპეტენტურ ჭრილში და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან ხშირად ანუ ის მოკეთებოდა განცხადებები, რომ რამდენიმე კომპანია დასახელდა, მე ხა თავ შევიკავებ რომელიმე მათგანის დასახელებისგან, რომ ფიქრობ ზედმეტი ყურადღების ამაზე კონკრეტულად კომპანიების სახელებზე გამახვილებადი ფაქტს ვამბობ, რომ დაასახელა ონიშენკომ და თქვა, რომ დავუშვათ ერთის კონიაკი არ მოეწონა, მეორეს ღვინო არ მოეწონა, ითქვა, რომ იქ არ დაუშვებთ ამ ღვინოს, მაგრამ ოფიციალური დადასტურება არც ერთ კომპანიას არ მიუღია. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? დიახ, გეტყვით, როგორც წესი პროცედურა ცოტა რთულია, ესეთ კომპანიები ან პირდაპირ ახდენენ სახელმწიფო რეგისტრაციას, ან მინდობილი პირის მეშვეობით, ან მინდობილი კომპანიის მეშვეობით. შესაბამისად შეიძლება საქართველოში ეს ინფორმაცია არ არის, არის ინფორმაცია მათ პარტნიორ მინდობილ პირებთან, ვერ გეტყვით ამის შესახებ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ეს იყო საჯარო განცხადება. რაც მნიშვნელოვანია, მეორე უფრო საყურადღებო სხვა მომენტია, რომ ეს არის იმდენად რთული, დიდი, გრძელი პროცესი საერთოდ ეს რეგისტრაცია. რომ ყველანაირი ხარვეზე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ნიმუშებთან დაკავშირებით, ისე საბუთებთან დაკავშირებით, დოკუმენტურ ნაწილთან დაკავშირებით და კომპანიებს უწევთ რამდენიმეჯერ დოკუმენტების გადაკეთება და ნორმებში მოყვანა, რომ ფაქტიურად ისეთი იყოს, როგორც მისაღებია ამ კომპეტენტური უწყებისთვის. ასევე ნიმუშებთან დაკავშირებით შეიძლება ერთი ტესტირების შემთხვევაში იმის გამო, რომ მე მხოლოდ იმას უშვებ, რომ შეიძლება ან ტრანსპორტირების ან შენახვის პირობები იყო არასათანადო, იგივე იცით, რომ ღვინო ცოცხალი პროდუქტია და მას ტემპერატურულ რეჟიმის დაცვა აუცილებელია, მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება რაღაცა პარამეტრები იყოს დომილებაში, რაც თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ რუსულ სტანდარტებთან შეუსაბამო მითხსნით, ანუ მე პროდუქციის დაწონებას. მოდი დავაზუსტოთ, მე ვთქვი, რომ რამდენიმე ახსნა შეიძლება ქონდეს, თუ ასეთი ფაქტი არის, ერთი ის, რომ შეიძლება ხანდახან ჩვენი ნორმები და მათი ნორმები მცირეოდენი სხვაობა არსებობს, ამასთან დაკავშირებით პარამეტრებში ძალიან მცირე, მაგრამ არსებობს. ჩვენ ეხლა ცვლილების პერიოდში ვართ პროცესში და ჩვენ კიდევ ჰარმონიზებას ვაპირებთ ევრონორმებთან, რომელიც პრინციპში ძალიან შორს არ ვართ საკმაოდ ნორმალური კანონმდებლობა ამ კუთხით, მაგრამ ჰარმონიზაციის მიმართულებით ჩვენ კიდევ მივდივართ. მე როგორც ვიცი, რუსეთიც იგივე სააპირებს ანალოგიურს, ისინიც არიან სოფლიო ვაზისა და ღვინის ორგანიზაციის OIV-ის წევრები და OIV-ის კუთხით ჰარმონიზება ორივე ქვეყნის შემთხვევაში ესეთ საკითხებს მომავალში გამორიცხავს, რაც საერთოდ მარტო რუსეთთან არა, ისმის ხოლმე სხვადასხვა ქვეყანასთან, იმიტომ რომ ქვეყნებს ინდივიდუალური სტანდარტები აქვს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, შეიძლება ის იყოს, რომ ტემპერატურული რეჟიმი ან დაუშვათ ტრანსპორტირების რეჟიმი დაირღვა, ასე შემდეგ. რამდენიმე ტექნიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თუ დაუშვათ არის რაღაცა წუნი რაიმე პროდუქტი. მაგრამ ფაქტია ისიც, ყოველ შემთხვევაში ძველი ხელისუფლება ამაზე ხშირად აპელირებდა, რომ რამდენჯერმე ყოფილა ესეთ შემთხვევა თქვენს გწმენიათ, ალბათ რომ პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთს ემბარგოსთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობეს და ანუ მაშინ გასაგებია, რომ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა პრეტენზიები არსებობდა თუ არა რეალურად ხარისხთან დაკავშირებით და მაშინდელი ღვინის ხარისხი ეხალნდეს რომ შევადაროთ, არის თუ არა გაუმჯობესებული და მე მგონი ამაზე დაგვეთანხმება ყველა მსმენელი, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ ამავე დროს მომხმარებლებით, ჩვენი ქართული ღვინის, ქართული პროდუქტის და ყველას ქონდა ეჭვის დონეზე მაინც რომ ან ინფორმაცია, ან მოლოდინი, ან სურვილი რომ ქართული ღვინო ყოფილიყო უკეთესი და შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ანუ ის სათანადო ხარისხის არ იყო. ანუ კარგი გაკვეთილი მივიღეთ ამ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ მოდი მე ვიტყოდი რომ პირდაპირ არ დაუკავშირებდი ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება დაწყებული იყო უკვე 2000-ების დასაწყისში, იმიტომ რომ ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ხანია რაც მოღვაწეობდა ამ დროის პერიოდში ვუყურებ რომ ხარისხი მუდმივად იზრდება, ეს იზრდებოდა ემბარგომდე და ემბარგოს შემდეგაც ანუ ეს პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული თემები არ არის, თუმცა როცა მოთხოვნა მცირეა, როცა მაგ შემთხვევაში კომპანიებს უფრო მეტი საშუალება ეძლევათ, უფრო მეტად მოახდინონ პროდუქტის საწყისი ნედლეულის სელექცია, აქცენტი გააკეთონ ხარისხზე, იმიტომ რომ რაოდენობები მაინც კლიენტი ნაკლები ყავს და ასე შემდეგ. თუმცა ახლა დადებითი მომენტი იყო, ვერანაირად ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ
სწორედ იქიდან დაიწყო ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, რომ ქართულმა ღვინის ბიზნესმა საწყის ეტაპზე ფული იშოვა რუსეთის ბაზარზე. იმ ნაშოვნი ფულით მოხდა ქარხნების გადაიარაღება, ინვესტიციები ღვინის დარგში და დღეს ფაქტიურად არ არის გადამამუშავებელი არც ერთი დარგი, ასეთი მაღალ დონეზე აღჭურვილი, ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ასე მოწინავე ტექნოლოგიებით და ასეთი თანამედროვე საწარმოები ფაქტიურად მეტი არ გვაქვს არც ერთ დარგში. აქ ერთი მომენტი კიდე ყოველთა ხდება იმაზე, რომ კარგია რომ ქართული ღვინო ბრუნდება რუსეთის ბაზარზე, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნის, თუმცა აქვე ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ამან შეიძლება დავუშვათ მარტივად რომ თქვა, სიზარმაცისკენ წაიყვანოს ბიზნესი და დავუშვათ უარი თქვან ევროპულ ბაზრებზე, რომლებიც მათ უკვე მოიპოვეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამის საშიშროება დგას თუ არა რუსეთის ბაზრის სრულად დაბრუნების შემთხვევაში უარი თქვან ევროპულ ბაზრებზე? არანაირად ეს მე ვფიქრობ, რომ მიამიტური რაღაც მოსაზრებაა, იმიტომ რომ თუ კითხავთ, დავეკითხები თვითონ მეწარმეებს და ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი, რა თქმა უნდა, დარგთან. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის ემბარგო. ანუ ყველა იცნობიერებს ერთ ბაზარზე დამოკიდებულების რისკს და ყველა იცნობიერებს დივერსიფიცირების საჭიროებას, დიახ, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ეს რისკი მე ვფიქრობ, რომ გადამეტებულია. ქართული კომპანიები მოპოვებელს არანაირად არ დათმობენ, პირიქით ძალისხმევას ააქტიურებენ და ჩვენც როგორც მარეგულირებელი ორგანო, რომელიც დარგში გარკვეული პოლიტიკის განსაზღვრავდა და რაღაცა მიმართულებების ან ყოველ შემთხვევაში რეკომენდაციებს ვაძლევთ კომპანიებს, სწორედ ასე ვართ. ჩვენი სტრატეგიული ხაზია ბაზრების დივერსიფიცირება, მეტი ბაზრის ათვისება, უფრო სტაბილური და ექსპორტის უწყვეტი ზრდა და არა მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებული. გასაგებია ჩვენ ამ თემას გადაცემის მეორე ნაწილში უფრო დეტალურად მიუბრუნდებით. მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარია ლევან დავითაშვილი, რომელიც გახლავთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. ჩვენ ასევე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ რთველის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით ჩვენი ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99 გადაცემის მეორე ნაწილში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ დიალოგში და გველოდეთ. ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემა ეკონომიქსის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. დააგვირგვინა წარმატებული დღე. მიირთვი პრემიუმ ლუდი Kionik Pilsneri. დღის არხის სპონსორია Smarty. ძვირფასო მომხმარებლებო, გრძელდება საინტერესო შემოთავაზებები Smarty-ის მხრიდან. გთავაზობთ ევროპული ხარისხის კარუმსის მოჭიქულ ყველეულს ხილის, ვანილისა და შოკოლადის გემური თვისებებით. მოიკითხეთ Smart-ში ნატურალური დესერტი თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. კარუმსის მოჭიქული ყველეული. საუკეთესო, რაც შეიძლება რძისგან დამზადდეს. Smarty, ჩემი სუპერმარკეტი. დღის არხის სპონსორია ბრიტა. გსურთ რომ თქვენ სახლში მუდამ გქონდეთ ანკარა და გემრიელი წყაროს წყალი. დაიღალეთ თქვენს ჩაიდანზე წყლის ნედების ხშირი წმენდით. მაშინ შეიძინეთ გერმანული წყლის გასაფილტრი გრაფინი ბრიტა. ის მოაშორებს თქვენი ონკანის წყალს, ქლორს, პესტიციდებსა და სხვა ზედმეტ მინარევებს და უნარჩუნებს მას სასარგებლო მინერალებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 389 389. თუ შენ სახლში წყაროს წყალი გინდა, უსათუოდ შეიძინე ბრიტა. პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭითანავასთან ერთად, რადიო იმედზე. გადაცემას ტერაბაიტი წარმოგიდგენთ კომპიუტერების და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია ალტა. ყველა პროფესიას, ყველა ადგილს, ყველა აქტივობას აქვს თავისი ეტალონი. მისაბაძი მაგალითი, რომელთან მიმსგავსება ყველას ოცნებაა. Samsung Galaxy S4 სმარტფონების ახალი ეტალონი. ყველაზე სმარტფონია. ალტა კი ყველაზე ადგილი, ყველაზე სმარტფონის შესაძენად. ალტა, ჩართე იდეა. რეკლამა რადიო იმედში 233 105.9. ლოიდლის პიკანტური სერველადი. სიახლე ლოიდლისგან, ნახევრად შებოლილი პიკანტური სერველადი. ლოიდლის ასაწონი სერველადი. უმაღლესი ხარისხის ძეხვი მინიმალური ცხიმიანობით.
დააგემოვნეთ ლუდთან ერთად და მოიმზადეთ უგემრიელესი სენდვიჩი. ლოიდლი, ხარისხი ავსტრიიდან. It's a new day. Lady Car. It's a new life. საკრედიტო ბანათი ბაზის ბანკისგან. And I'm feeling წარმატებული ქალბატონებისთვის. good. უპრეცედენტო 60 დღიანი საშეღავათო პერიოდი. ისარგებლეთ ბარათის ექსკლუზიური ფასდაკლებებით. სიახლე საქართველოში საფინანსო კომპანია ევროკრედიტი გთავაზობთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს ერთ დღეში მხოლოდ პირადობით ტარების უფლებით ვადაზიადრე დაფარვის საკომისიოს გარეშე საქართველოში არსებული ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ნუ გადაიხდით ზედმეტს ევროკრედიტი 577-401-203 კეთილად შეზავებული ჰაერი მზე და მიწაწყალი გაგრძნობინებთ მშობლიურ გემოს მხოლოდ საქართველოში მოწეული ხილბოსტნეულით იქმნება მარნეულის ქარხნის პროდუქცია. მარნეულის სასურსათო ქარხანა დამზადებულია საქართველოში. რადიო იმედის სარეკლამო სამსახური 223-105-9. საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საგარეო ურთიერთობები, მთავარ მოკავშირეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო იმედის ეთერში ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. არასრული საათის სპონსორია პროდუქტი G. სად უნდა ვიპოვო? პროდუქტი G. სად უნდა ავარჩიო? პროდუქტი G. სად უნდა შევიძინო? პროდუქტი G. დღის ნებისმიერ მონაკვეთში სახლიდან გაუსვლელად უმაღლესი ხარისხის ნებისმიერი საკვები პროდუქტი საბით უმუფასად. პროდუქტი G. ბევრი პრობლემა, ერთი მარტივი გამოსავალი. პროდუქტი G. არასრული საათის სპონსორია დეველოპერული კომპანია G21. კლავ კომპანია G21. კლავ საუკეთესო ბინები ბათუმში, ყველაზე ახლოს ზღვასთან და კლავ გრანდიოზული ფასდაკლება. დაფარეთ ბინის საფასური სრულად 2013 წლის 30 მაისამდე და გადაიხადეთ კვადრატულ მეტრში მხოლოდ $399. ჩვენთან ერთად ოცნებები სრულდება. დეველოპერული კომპანია G21. 557 75 22 55. არასრული საათის სპონსორია ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია კულა. სიახლე კულასგან, კულას ახალი წვენი მუყაოს შეფუთვაში. ალუბალი, მარწყვი, შავი მოცხარი, ფორთოხალი, ბროწეული და საზაფხულო აქცია. შეიძინა მთელი ზაფხული კულას ყველა წვენი ფასდაკლებით. გაატარე ზაფხული კულასთან ერთად. კულა, დალიეხილი. ეკონომიქსი, რადიო იმედის ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია ჰაიდელბერგ ცემენტი. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, ჰაიდელბერგ ცემენტი, უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემა ეკონომიქსის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. დააგვირგვინა წარმატებული დღე. მიირთვი პრემიუმ ლუდი ქიონიკ პილსნერი. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენი გადაცემის სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ როდის უნდა დაბრუნდეს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე. აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენი ტელეფონის ნომრებს 292 11 92 292 11 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, ჩვენ გავაგზავნოთ საუბარი, ანუ აქ კიდევ ერთ საინტერესო დეტალი გახლავთ, რა გზით უნდა შევიდეს ღვინო რუსეთის ბაზარზე, ანუ რომელი გზა იქნება გამოყენებული. თუ პირდაპირ მნიშვნელობით გზას გულისხმობთ, ეს იქნება ლარსის მარშრუტი, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი. ამ ეტაპზე ეს როგორც იცით, გეოგრაფიულადაც და ეკონომიკურადაც ყველაზე მოკლე და მომგებიანი გზაა. თუმცა და ეს უკვე შეთანხმებულია რუსულ მხარესთან, იცით რომ ლარსის მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გადავიდა, ეს გაადვილებს ტვირთურნვას ამ მიმართულებით. მაგრამ განიხილება ალტერნატიული მარშრუტებიც, ეს არის საბორნე გზით სარკინიგზო გადაზიდვები ან აზერბაიჯანის გავლით ისევ სარკინიგზო გადაზიდვა, ამაზე მიდის მოლაპარაკება. ჩვენ ველოდებით მათგან დადასტურებას, ალბათ ეს უფრო რუსეთის შიდა პროცედურული საკითხებია, რაც უნდა მოაგვარონ, კერძოდ
საბაჟო გამშვები პუნქტი იცით რომ ღვინო აქციზური საქონელია და აქციზებთან დაკავშირებით მათ ცალკე საბაჟო გამშვები პუნქტი აქვს და იქ არის რაღაც საკითხები მოსაწყობი ან ინფრასტრუქტურა მოსაგვარებელი, ამაზე ალბათ მალე გვექნება რაღაც პასუხი. რაც შეეხება მინერალურ წყლებს, მართალია თქვენს კომპეტენციაში არ შემოდის, მაგრამ უკვე ითქვა რომ ბორჯომი უკვე რუსეთის ბაზარზე და დახლებზე გამოჩნდა და იყიდება. დიახ, ჩემი ინფორმაციით, დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბორჯომის ექსპორტირება უკვე მოხდა საქართველოსდან, მათ დაამთავრეს სახელმწიფო რეგისტრაცია, ესეც როსპოტრებნადзорში, ანუ იმ უწყებაში, სადაც იგივე ღვინის სახელმწიფო რეგისტრაცია ხდება. ვიცი რომ სხვა წარმოებლები, მინერალური წყლის წარმოებლები ამ პროცესში არიან და ალბათ მალე ისინიც დაასრულებენ სახელმწიფო რეგისტრაციას, რის მერეც საშუალება ექნებათ მათაც ექსპორტირების. ანუ მათაც იგივე პროცედურები გაიარეს, რაც ღვინის კომპანიებმა, თუ გაცილებით მარტივი იყო აქ თუ ერთნაირად. სახელმწიფო რეგისტრაციის კუთხით პროცედურა დაახლოებით მსგავსია, გარდა იმის, რომ შეიძლება შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვა იყოს, იმიტომ რომ პროდუქტები სხვადასხვა. რაც შეეხება რეგისტრაციის შემდეგ ღვინოს, როგორც ალკოჰოლურ სასმელს რუსეთის ფედერაციაში ჭირდება აქციზური მარკები, ამიტომ შედარებით უფრო ხანგრძლივი პროცედურა დაჭირდა ღვინოს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქციზების გაცემასთან დაკავშირებით, როგორი ფორმით უნდა გაეცათ, ასე შემდეგ დაიწყეს აქციზურ მარკებზე განცხადებების მიღება, ეს უკვე სხვა სახელმწიფო სტრუქტურა რუსეთის ფედერაციაში, ეს არის ფედერალური საბაჟო სამსახური და აი როგორც იცით აქციზებიც გაიცედა, ანუ ღვინოც მალე წამოეწევა. რუსეთის ბაზარი არის საკმაოდ დიდი და ალბათ ახლა რა პროცენტზე შეიძლება ვთქვათ, რომ აი ქართული ღვინო რა პროცენტი შეიძლება დაიკავოს? ჩვენ საკმაოდ სოლიდური პროცენტი გვეკავა თავის დროზე რუსეთის ბაზარზე, ეს იყო 9%-მდე, ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს რუსეთის ბაზარი გაიზარდა, ანუ წლიდან წლამდე რუსეთის ბაზარი მზარდია, არა ის რომ მხოლოდ ის რომ ის დიდია საინტერესოა, ის მზარდია ამავე დროს ღვინის კუთხით, რაც ცალკე საინტერესო ხდის ამ ბაზარს, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გაფლებს და პროგნოზებს. ჩვენ ძალიან დიდი პროცენტის დაკავებას არც უმიზნებთ და არც გეგმავთ და არც დიდი სურვილი გვაქვს, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც აქცენტი გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი პორტფელი უნდა იყოს დივერსიფიცირებული, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში და არა ერთ ქვეყანაში დიდი პროცენტით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პროცენტი რუსულ ბაზარზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის რა გათვლებიც გვაქვს, ის გათვლები შესრულდეს. დაახლოებით ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გათვლებით რეალისტური გათვლაა, ალბათ პირველი წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ალბათ 10 მილიონი ბოთლის ექსპორტირებას, ალბათ ეს 1-12 თვის განმავლობაში ეს საკმაოდ რეალისტური ციფრია. წლის ბოლომდე მე იმედი მაქვს, რომ 5-6 მილიონ ბოთლს გადავტკიცებთ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით და მე შემდგომში ჩვენი ორიენტირები დღევანდელი წარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით ეს იქნება დაახლოებით 20 მილიონი ბოთლის რანგში რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არათუ უარს ვამბობთ, არამედ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რჩება ყველა სხვა ბაზარი, სადაც უკვე გვაქვს მოპოვებული წარმატება და ამავე დროს უნდა განვავითაროთ სხვა ყველა ბაზარი, ანუ ის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს დაუშვათ ძალიან მზარდია პოლონეთის ბაზარი, ძალიან მზარდია ჩინეთის ბაზარი, ეს ტემპი იქ უნდა შევინარჩუნოთ, ანუ რესურსები ჩვენ იმისთვისაც უნდა დავიტოვოთ და განვავითაროთ ეს ბაზრები. აქედან გამომდინარე, რომელი ბაზრის ათვისება იგეგმება, დავუშვათ, რაც ახალი ბაზრები რა შეიძლება? კი, ახალი ბაზრები, მაგალითად დღეს მე გავაკეთე განცხადება, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გასცა უკვე პირველი სერტიფიკატი ბრაზილიის მიმართულებით, მაგალითად ძალიან შორი ქვეყანაა და ნაკლებად თუ ვინმე მოველის, რომ ქართული ღვინო შეიძლება ასე შორ ქვეყანაშიც კი გამოჩნდეს, მაგრამ აი ახალი ბაზრები ყოველდღე ჩნდება, ჩვენი გეოგრაფია დიდია, როგორც იცით 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ქართული ღვინო, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სადაც ცოტა იყიდება იქ და არის ზრდის პოტენციალი იმ ბაზრებზე გავზარდოთ ჩვენი მოცულობა. სტრატეგიულ ბაზრებს რაც შეეხება ჩვენ სტრატეგიულ ბაზრად მივიჩენთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი ბაზარი, საინტერესო ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის ბაზარი, რომელიც ძალიან გახსნილია და ძალიან კომპეტენტურია. ძალიან შორს არის ამავე დროს, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი იმედს ვამყარებთ, რომ სწორი ძალისხმევის შემთხვევაში ჩვენი ადეკვატური უკუგება გვექნება, თუმცა გეგმაზომიერი რაღაც მუშაობა წლების განმავლობაში ამერიკის ბაზრის მიმართულებით ვერ გავატარეთ. იყო ცალკეული ღონისძიებები, ცალკეული აქტივობები, მაგრამ ეს თუ მოწყვეტილია რაღაც კამპანიის სახეს არ ატარებს და არ არის ერთიანი გეგმის ნაწილი, როგორც წესი შედეგი ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიაში დევს სწორედ ერთ-ერთი მიმართულებად ამერიკის შეერთებული შტატები, ის პოტენციური ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს დიდი ცნობადობა აქვს, ეს არის DST-ის ქვეყნები, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, ყოფილი საბჭოთა, ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი
და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით უყურებს, მე ვამბობ მთელი მსოფლიო ეს. და ქართული ღვინის პოპულარიზაცია ასევე შემოდის თქვენი სააგენტოს მუშაობაში. მე ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ხვალ არის დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენა. მსგავსი ტიპის გამოფენები მე მსმენია, რომ სხვა ქვეყნებშიც იმართება, რა დატვირთვა იქნება იმ გამოფენას, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაიმართება თბილისში, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ შთამბეჭდავი სტუმრების სიაა. დიახ, გეტყვით, კი, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია, ერთ-ერთი მიმართულება არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია, გარდა იმის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლს და ასე შემდეგ რეგულირებას დარგის და სხვადასხვა პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით ბევრი აქტივობა ტარდება ხოლმე წლის განმავლობაში, რომ გაგვიგია დაუშვათ ქართველების მონაწილეობა ამ თუ იმ გამოფენაზე, საერთაშორისო გამოფენაზე, დიდწილად ეს არის ორგანიზებული ღვინის ეროვნული სააგენტოსი და დაფინანსებული ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. მაგრამ თქვენ სწორად აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს კომპეტენტური საერთაშორისო გამოფენა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანა, ვართ ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა და ღვინის სამშობლო, საჭიროა რომ ჩვენ პროფესიული თვალსაზრისითაც მომზადებული ვიყოთ ამ კუთხით და ჩვენთან არსებობდეს კომპეტენტური გამოფენა, საერთაშორისო გამოფენა. წელს მართლაც არნახული რაოდენობა კომპეტენტური სტუმრების ყავს. ანუ ყოველ წელს გამოფენა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს არის Expo Georgias მიერ ორგანიზებული. ხვალენდელ გამოფენას გულისხმობ Expo Georgias მიერ ორგანიზებული და მადლობა მათ ამისთვის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ატარებენ უკვე მე-6 წელია, მაგრამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა დამატებით ღონისძიებების დაგეგმა და ორგანიზება გამოფენის ფარგლებში და ასევე სტუმრების მოწვევა და მართლაც დაწყებული ამერიკიდან, იაპონიიდან დამთავრებული ძალიან ბევრი ქვეყნიდან არის ძალიან კომპეტენტური სტუმრები. ძალიან საინტერესოა ესეთი ტიპის გამოფენები, ძალიან ბევრი ხსმენია ტურიზმის სფეროში და ზოგადად გამოფენებით ასე ვთქვათ განებირებული ვართ, მაგრამ ზოგადად შედეგით თუ სრულდება, ანუ ეს ამდენი სტუმარი რო ჩამოდის, ანუ რა შედეგს ელოდებით კონკრეტულად ხვალინდელი გამოფენისგან? გეტყვით, ძალიან კარგი კითხვა, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? იხარჯება მარტივად. დიახ, ეს ფული იხარჯება იმისთვის, რომ კიდევ და კიდევ გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე და უფრო და უფრო მეტად პოპულარული იყოს. ანუ პოპულარიზაციისთვის იხარჯება და პოპულარიზაცია არის ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერი, რომელიც იწვევს გაყიდვებს. ანუ ეს საბოლოოდ აისახება გაყიდული ბოთლების. რა თქმა უნდა, რეკლამის ერთ-ერთი სახეობა. ეს არის დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ამბობთ, რომ ქართული ღვინო ხარისხობრივად საკმაოდ საინტერესო გახდა ბოლო დროს ხარისხი გაუმჯობესდა და ის კონკურენტუნარიანია ფასი ხარისხის მიხედვით მსოფლიო დონეზე, თუმცა საკმაოდ ძვირია, მაგრამ მას აკლია ცნობადობა. ეს არის ყოველთვის ყველა ქვეყანაში დიდი შემაფერხებელი ფაქტორი. თქვენ ალბათ თქვენი გამოცდილებითაც შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ და არ იციან ის რა ქვეყნიდან ხართ. მით უმეტეს ეჭვით შეხედავს მომხმარებელი იმ ქვეყნიდან წარმოებული სურსათის პროდუქტის მიღებას. ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია ღვინო, რომელიც ადამიანს უნდა მოიხმაროს საკვების სახით. ანუ სარისკო ქვეყნიდან გაურგებარი ქვეყნიდან ის ღვინოს არ იყიდეს, როცა ღვინით გადავსებულია დახლები მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ გვინდა სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან და პოპულარიზაცია ქართული ღვინის და სწორედ ამიტომ კეთდება ასეთი ტიპის ღონისძიებები. ჩვენ ჩამოყავს ზუსტად აზრის შემქმნელი. ის ხალხი, ვინც სამხმარებლო აზრს აყალიბებს ბევრ ქვეყანაში. ეს არის სომელიები, ჟურნალისტები, ღვინის ჟურნალისტები, ღვინის მწერლები, ღვინის მაგისტრები. ეს ის ხალხია, რომელიც ძალიან ცნობილები არიან და რომელთა აზრს ითვალისწინებს. ამათ შემოდგომაში რუსი ჟურნალისტებიც არიან. მათ შორის რუსი ჟურნალისტებიც არიან, მათ შორის არიან რუსი ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, სომელიეები, წამყვანი რესტორნების სომელიეები, ის ადამიანები, ვინც რესტორანში მისულ მყიდველს ურჩევენ, რომელი ღვინო მოიხმარონ, რა ტიპის ღვინო მოიხმარონ და ძალიან კარგია თუ ის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ინტერესი გამოიჩინეს ასეთი გამოფენის მიმართ. ნიშნავს, რომ ინტერესი მარტო ჩვენ არ გვაქვს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების, არამედ რუსებსაც აინტერესებს როგორია ქართული ღვინო და ისინი აქაც ადგილზე ჩამოდიან ღვინის გასაცნობა და დარწმუნებული ვარ, მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი დადებითი შთაბეჭდილებით დაბრუნდებიან. საინტერესოა შიდა კონკურენცია თვითონ ღვინის ბაზარზე. ანუ იგივე ამ გამოფენაზე დაუშვათ ხდება თუ რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპი, იგივე ქართულ კომპანიებს შორის, ანუ ვის უფრო უკეთესი ღვინო აქვს. კი, მაინც ყოველთვის ეს სუბიექტურია ხოლმე, ვის უკეთესი ღვინო აქვს და დიახ და ყველაზე მეტად რაზეც ადამიანები დაობენ, ალბათ ისევ გემოვნება.
თუმცა კონკურსი ტარდება ღვინისა და ალკოჰოლის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ეს პროფესიული კონკურსია, ეს არის ხვალინდელ გამოფენაზე 8-ში იქნება შედეგების გამოცხადება, ეს არის პროფესიული კონკურსი, ეს არ არის სამოყვარულო, ეს ტარდება ვაზისა და ღვინის განცხადება შედეგები, ეს ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, მასში მონაწილეობენ ძალიან კომპეტენტური ჟიურის წევრები, ეს არიან ღვინის მაგისტრები, 3 ღვინის მაგისტრი, ავსტრალია, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ქართველი სპეციალისტები. ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე აუცილებლად მინდა კითხოთ რთველთან დაკავშირებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ეხლა ჩვენ საუბრობთ ღვინოზე, მაგრამ ეს ღვინო არ იქნება თუ რთველი არ ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, როგორც ხელისუფლება ამბობს, ძველი ხელისუფლება ამბობდა ნორმალურად, კარგად. რა გეგმავთ? ანუ გამეორდება ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, ანუ სუბსიდირება, იქ დახმარება გლეხების რიგები, არიბარებდნენ ღვინის კომპანიები, ყურძენს, გლეხი დაუშვათ ყოველთვის უკმაყოფილო იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკვე თველი, ასე ვთქვათ, მოგვადგა? ჩვენ უკვე დავიწყეთ სამუშაოები ამასთან დაკავშირებით, სწორად აღნიშნეთ, მე პირადად ვეწვიე რამდენიმე რეგიონს ადგილობრივი პრობლემატიკის შესასწავლად, თუმცა ჩემთვის თველი და დარგი არ არის ახალი, მე ღვინის დარგში დიდი ხანია ვარ. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ვარ. ერთ-ერთი კომპანიიდან და ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემატიკა ნაცნობია, მაგრამ უშუალოდ კიდევ ჩვენ ვამოწევთ ყველა დეტალს ვსწავლობთ, რომ სწორად და ორგანიზებულად ჩავატაროთ თველი. რაც შეეხება ეფექტურობას, მართლა მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვქარო, რომ თველი არ იქნება ისე როგორც იყო წინა წელს, ანუ იმ კუთხით რომ იყო ბევრი ხარვეზი წინა წლებში, კერძოდ უხეში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების საქმიანობას გულისხმობ ამ შემთხვევაში? ჩარევა იმ კუთხით რომ თუნდაც რომ აიძულებდნენ რომ ეყიდათ ყურძენი. შეიძლება არ აიძულებდნენ, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო უხეშად ერეოდა ფასის ფორმირებაზე, სახელმწიფო განსაზღვრავდა ვის უნდა ჩაებარებინა და ვის არ უნდა ჩაებარებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ აპირებთ მაშინ ამ პრობლემის მოგწევს? ჭარბია პროდუქცია აშკარად. ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ წელსაც იქნება გარკვეულწილად ჭარბი პროდუქტი, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად ვიდრე წინა წლებში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ზრდა რუსეთის ბაზრის გახსნის მიუხედავადაც სხვა ბაზრებზე წინა წლებთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მე იმედი მაქვს, რომ ეს სხვა ბაზრებზე შენარჩუნება, ამას ემატება კიდევ რუსეთის ბაზარი და საბოლოოდ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს სჭირდება მარაგების შევსება და ისინი მზად იქნებიან რთველზე ჩასაბარებლად. ეს ძალიან საყურადღებო მომენტია. ამიტომ მინიმალური ჩარევა მაინც შეიძლება მოგვიწვიოს, მინიმალური ფორმით სუბსიდირება, იმიტომ რომ თუ არის რაღაც ჭარბი, ჩვენ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას ვიცნობიერებთ, როგორც სახელმწიფო. ანუ როგორ მოხდება იქნება ეს განმარტოთ სუბსიდირება? ანუ თქვენ სახელმწიფო შეისყიდის ყურძენს, თუ სახელმწიფო დამატებით გადაუხდის ღვინის კომპანიას იმ ფასთან სხვაობას? წინა წლებში არსებობდა ორივე და ალბათ ჩვენ ამ კომბინირებულ მეთოდს დავტოვებთ, ოღონდ დავტოვებთ უფრო სამართლიანად, ყოველ შემთხვევაში არ შეუშლით კომპანიებს, კერძო კომპანიებს ხელს რთველის პროცესის სწორად წარმართვაში, მაგალითად არაკონდიციურ ყურძენს ჩვენ დროზე ადრე რთველს არ ჩავიბარებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ დარგთან შეხვედრები გვაქვს კომპანიებთან და ფაქტიურად შეჯერებული პოზიცია იქნება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მევენახის ინტერესების დაცვა, ისე ღვინის წარმოებლების ინტერესების დაცვა. არ შეიძლება რომ ცალსახად ერთი მხარის ინტერესების დაცვა მოხდეს რთველის დროს, ამიტომ ძალიან რთულია. ჩვენ ამ ეტაპზე ვამუშავებთ გეგმას რთველთან დაკავშირებით. ფასისტმა ეხლა ალბათ შეუძლებელია, ხო? არა, რა თქმა უნდა, არანაირად სწორი არ იქნება და სწორი იქნება საერთოდ თუ ბაზარი არეგულირებს სწორი მოთხოვნა მიწოდების პირობებში. ჩვენ გარკვეულწილად როგორც აღნიშნე, ამ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამო გარკვეული მხარდაჭერა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მაინც დამუშავების პროცესში და ალბათ შემდეგ გადაცემებში შემიძლია უფრო დეტალურად აუცილებლად ჩვენ კიდევ ერთხელ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, აქტუალური თემებია. მე უბრალოდ ერთ ძალიან კითხვას დავსვამ და მოკლე პასუხი. ანუ როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე? შეგიძლიათ თარიღი თქვათ? მე ვაცხადებ, ვადასტურებ, რომ იმედი რომ ქართული ღვინო უკვე პროცედურულად ყველაფერი მოგვარებულია, ღვინის ბაზარი არის გახსნილი დღეისთვის. დანარჩენი გადატვირთვები ამას შეიძლება რამდენიმე დღე. შესაძლებელია მომავალი კვირიდან პირველი პარტიები გავგზავნოთ. ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვოთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სტუდიაში თქვენთვის ირმა ებრალიძე მუშაობდა, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.